მოგესალმებით მეგობრებო, გკითხავთ რას აკეთებთო აქო, მაგრამ ყველაფერს აგიხსნით. მოკლედ, ბევრი წერთ, ბევრი გვირეკავთ, დაიხურეთო, მაგრამ არ დავხურულვართ. ვაგრძელებს. და ეს უბრალოდ გამოვუშვით სტუდიიდან. მე ზღაძორ ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ გამომიშვა ჩემო ფსიქოთერაპევტმა, რომ წადიო ერთხელ წადიო ქუჩაში გადაღებაო და ხოდა რა მოკეთებს ახლა ასე. გეტყვით რა ხდება. ჩვენმა მეგობარმა, ძალიან მაგარმა მებრძოლმა დაგვპატიჟა თავისთან. სადაც Lion Boxing Club-ში. მებრძოლმა რაში ძმაო? აუხსენი ხალხს ძმაო. ყველაფერში რა ვიცი. ცხოვრებაში. მებრძოლია. ცხოვრებაში მე ყველაზე მაგარი მებრძოლი მე ვარ. ყოველდღე დალევა გეცდიათ, ებრძვით ეგრე ცხოვრებას. ეხა მოვედით მოკლედ უბრალოდ მოვარჯიში ადამიანთან, რომელიც პროსტაზე ვარჯიშობს ყოველდღე 1-30 წელია, თორემ მეტი არაფერს არ აკეთებს კაცო. რა უნდა ყოველდღე ვარჯიშს? და ეს არის კუნთების დაყენებას. თქვენ დალევაც ადეთ ყოველდღე, აბა იცი რა რთულია? და ეს ადამიანი, ვის დღეს დაგვპატიჟა, არის Iron Lasha, რომელთანაც ეხლა გადავინაცვლებთ. ერთ სიტყვით წავედით. გავიაროთ მეგობრებო, ვნახოთ რა საინტერესო ხალხს შევხვდებით. აი მაგალითად აქ არავინ არ არის, აქ არავინ არ არის, აქ ოპა. Iron Lasha სულ შემთხვევით. Lasha როგორ ხარ? მაგრად ყველაფერი განაშუე სპორტულად. რკინა როგორ არის ქიმიური ელემენტი? ვიპასუხე. აირონი არ არის. ფერუმი. ცოტნეა კიდე. ესე იგი დაგუგლული მოვიდა მოკლედ Lasha. ვაპატიოთ პირველ ვერ გახსენება. საუკეთესო ვიყავი ქიმიაში. ქიმიაში? იმიტომ გახდი Iron Lasha? ფიზიკაში. ასე რომ მეგობრებო, ისწავლეთ ქიმია, რომ ესეთ ტანზე იდგეთ. ქიმია შველის. ფიზიკა. ეხლა რა ხდება, Lasha აგიხსნი. რატომ მოვედით? იცნობ. იმიტომ რომ ბასეინზე ვიყოთ. სავარაუდოდ იცნობ ამ პიროვნებას. ჩემი თანაწამყვანია. ხო და ეს პიროვნება აფტკიცებს, რომ ჩემი ცხოვრების სტილიო, რომელიც მოიცავს დალევას და სმასო, ჯობიაო ამ ვარჯიშის სტილსო რა, რასაც მაგალითად Lasha აკეთებსო, რომ ვარჯიშიო, სწორიკვებაო, ჯანსაღის ცხოვრება, ჩემი ცხოვრება ჯობიაო და რას ფიქრობ შენ, შევძლებთ რომ გადავაფიქრებინოთ ეს ყველაფერი? ფიქრობ რომ აუცილებელია რომ გადავაფიქრებინოთ, უნდა ვაჩვენოთ სწორი გზა. აუცილებლად უნდა შევახედოთ რა არის კარგი, რა არის ცუდი, მივახვედროთ. ამის მზად ხარ? მე სულ მზად ვარ. 24 საათი მაგით ვარ დაკავებული. მეც მზად ვარ მეგობრებო, რომ ვაჩვენო Lashas რა არის სწორი, რა არის რთული და იმედია დღეს 1-3 საათი ერთად გატარების შემდეგ დავაჯერებ, რომ უნდა შეეშვას ვარჯიშს, დაიწყოს ცოტა სმა და სიგარეტის მოწევა რა. ერთი სიტყვით დღეს მეგობრებო, იქნება ასეთი ჩელენჯი. Iron Lasha იქნება დღეს სპილენძ მიშას წინააღმდეგ. მოიცა სპილენძი უფრო ძვირია. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი ახლოდან, შენს ვიდეოებს უყურებ, შენ ბრძოლებს, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ შენი და ეხლა მაინტერესებს გეგმაში რა გაქვს შემდეგი ეტაპი. გეგმის დედაც მოვთვალეთ. დაიცა, ამაზე არ შევდახვებულოთ, არ შეიძლება. დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობ, ასე რომ რაც გინდათ ის დაკეთე. ამოდი რა, არ შეიძლება ბიჭო, აი, გეხვეწ, არა. მასე არ გამოვა რა. გამაგდებენ სამსახურიდან ბიჭო, ამოდი. კაი, ამო. დიდი ბოდიში ამიცინებისთვის, რა ვქნათ, ეგეთი ცოტა დისციპლინა აკლია ჩვენ მეგო. ცოტა თანაწამყვანი ვერ მყავს დალაგებული, მაგრამ რა ვიცი, მაინც მუშაობთ რა. იმედი მაქვს შენ დღევანდელი მასტერკლასი ცოტა გამოასწორებს. ფიქრობ мотиваციას დამატებს როგორც მწვრთნელს, რომ ცოტათი უფრო რთული ვარჯიშები მივცე დღეს. ხო, დაიმსახურა. მოკლედ Lasha, ესეთი კითხვა მქონდა, გეგმა რა გაქვს ხა? გავიგეთ ეს წინაბრძოლები, როგორც ჩაატარე, ვინც ნახეთ, ვინც არ ნახეთ, უყურეთ. მე ვაკეთებ ნაბიჯს წინ. მე გეტყვით უბრალოდ ჩემ მიდგომას, მე ვიღებ ბრძოლებს, ვთილობ რომ ყოველთვე ვიჩხუბო, ვინც ცოტათი ახლოს მაინც არის სპორტთან, ის მიხვდება რომ პროფესიონალისტვის ყოველთვე ჩატარება ბრძოლების ძალიან რთულია, მაგრამ ეს გზა ვირჩე ორი მიზნის გამო. პირველი ის არის რომ მივიღო პრაქტიკა, გამოცდილება იმისთვის რომ გავხდე საუკეთესო და მეორე ეს არის რომ სამყაროშიც გაიგონ იმაზე რომ არსებობს საქართველოში მუშტიკების მებრძოლები. მე მესმის რომ ჩვენ ეხლა სოფლიო რუკაზე როგორც ბერნაკლის მებრძოლები არ ვარსებობთ, მაგრამ აი მე გავაკეთე პირველი ნაბიჯი ევროპაში, გავაკეთე პირველი ნაბიჯი რუსეთში
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგანაც ყოველ ესეთ ჩემ ერთ ნაბიჯს მოყვება კიდე ჩემი მეგობრების ნაბიჯი წინ. ანუ მე როდესაც ვიჩხუბებ ორგანიზაციაში, შემდეგ ჩხუბობენ უკვე ჩემი მეგობრები, ჩემი გუნდელები, კრივი, მუშტი კრივი, MMA. ანუ რა მაინტერესებს, იცი? უმეტესი, ზოგადად ესე არის, რომ ესეთი აგრესიული სტილის სპორტი არის ეს, ბრძოლებია და რა თქმა უნდა იგებთ ხა ტრამვებს იგებთ, თავში იგებთ დარტყმას, ანუ ეს ყველაფერი ამბობთ მადელს ახლა. გის, ანუ ამ ყველაფრის ფასად ვიცი რა არის, კი მე მიღირს თქვას ვერ ვიტყვია, ეგრე არ ვაფასებ, მე მიყვარს. პირველ რიგში მე ვლახავ ჩემ შიშს, ვიხვეწები ფიზიკურად, ვიხვეწები მენტალურად, აი ბოლობძულა რო ავიღოთ ეხლა ეს ჩხუბე რუსეთის ტოპ 3 საუკეთესო მებრძოლს. ეს არის უმაღლესი დონე. მე გავედი 5 დღით ადრე გამაგებინენ ამ ბრძოლაზე და მე დავთანხმდი. იმისთვის რომ ეს ბრძოლაზე გახვიდე, შენ სულ უნდა იყო ფორმაში. შენ უნდა იყო მზად იმისთვის რომ შენ შეხვდები ბევრად უკეთეს მოწინააღმდეგეს, რაც მე მაძლევს мотивაციას რომ გავიზარდო. ამიტომ კი და მესამე მომენტი ის არის ეს მე ვბრძოლობ ჩემი მომავლისთვის, მე მომწონს ის ანაზღაურება და ის პერსპექტივები, რომელიც არის ამ სპორტში და ის ემოციები, რომელსაც ეს სპორტი მომანიჭა. ლაშა, ბოლო ბრძოლა ვნახე, გახვედი რუსეთში. ხო და აი ამ ყველაფერს ესეთ ნეგატიური ის ხო არ მოყვა კომენტარები, შეფასებები, რომ რატო იბრძოლა რუსეთში? იცი რა არის ზოგადად ჩემი გამომწერები არიან ძალიან პოზიტიურები, მაგრამ ზოგადად მაყურებელი საკმაოდ კრიტიკული შეიძლება იყოს. რელიგიის, ნაციონალობის, პოლიტიკის მიმართ, მაგრამ უბრალოდ უნდა მიხვდნენ ყველანი რომ სპორტი არა გამოცანა ვიღაც დააჯახოს ერთმანეთს, ხო? ეხლა საქართველოს, ამერიკას, რუსეთს არა აქვს ნიშნულობა, სპორტი პირიქით აერთიანებს. შემთვის ეს არის ნაბიჯი წინ, რადგანაც სპორტი და სიყვარული, ხო? სპორტი და სიყვარული, რადგანაც მე ვაკეთებ ნაბიჯს წინ, როგორც პროფესიონალი. ენა მამულის არწმუნოება. რომ მნიშვნელოვანი არის ახლა შეხვდე საუკეთესოებს, ხო? და აი რაც შეეხება რუსეთს, ეს მიკვირს რომ აი ეს იუბილენი პეჩენიას რო ჭამენ დილაობით ხო ხდები და მე მეუბნებიან რომ რატო ეჩხუბებიო. მე ლოგიკით თუ მიუდგეთ, მე სახეში ურტყამ და თქვენ ფულს უხდით, კარგი? მოდი ესე ვთქვათ. აი ხო, აი ეგრე შემოგუტრიალებ მე ხო ხდები. რა მაინტერესებს, აი რას ურჩევდი იმ ბავშვებს, ვინც ახლა იწყებს ჭუბს, მე გულისხმობ ფინანსური განხრით, ანუ როგორი შოუმფული, საიდან მონახონ ეს არ მინდა რომ ახლა თავის შევაქო, მაგრამ აი ნახეთ, მე რა ნაბიჯებსაც ვაკეთებ წინ, მიუხედავად რომ მე კრივი 2 წელიც არ არის რაც ათვისებული, მაგრამ მიუხედავად რა შედეგებს ვაკეთებ, რა ნაბიჯებს ვაკეთებ, ეს აძლევს კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი ჩემი გასვლა ორგანიზაციაში, ეს ეგრევე ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციაში მოხდება უკვე ჩემი თანაგუნდელები, ჩემი მეგობრები, აი რამდენად მომწერა, ხო, დავაკავშირე მენეჯერს. უკვე აქვს საშუალება 2000-დან $5,000-მდე იშოვონ ისეთმა ბიჭებმა, რომელსაც 500 ლარი ერთად დალაგებული არ უნახავთ, ხო? ეკო კარგია, კარგი არის. ეგ ერთი თითი გადავწიეთ. მეორე მომენტი ის არის, რომ შეუძლიათ დაკავდნენ ბლოგერობით, იშოვონ სპონსორები, ისევე რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ ბევრი რაღაც სპონსორული სპორტის მიმართულებით ჰონორარები მე რაც მივიღე, ხო, ბევრმა იგივე გაიმეორა ჩემს მერე. ამიტომ ალბათ სოციალური ქსელები, გამოსვლები უცხოეთში აუცილებლად და მესამე ალბათ მწვრთნელობა. აი ამ სამი მიმართულებით მე პირადად ვარ დაკავებული. შეიძლება თუ გაქვთ ამის პოტენციალი, საშუალება და გამოცდილება, შეიძლება რაღაც ბიზნესით დაკავდეთ. აი მე დავუშვათ ახლა ვცადე და გავუშვი დესერტების კაფე. ნახეთ ვიდეოაც. ყველგან ჩემი ამოვა ვიდეოში აუცილებლად. კი, ანუ Lions boxing-იც არის და Lions chimney cake-იც არის. Lions hot dog-იც არის. ჩიტმილებზე მიდით ხოლმე და მაგრად კი, მაგრამ ეს რთული არის, ეგრევე ვიტყვი, რომ თუ თქვენ გინდათ იყოთ უმაღლესი დონის პროფესიონალი, ეს ითხოვს რეჟიმს, დისციპლინას, კონცენტრაციას და საკმაოდ დისციპლინაში მისციპლინა წამო დაუშვათ ერთმანეთს. საკმაოდ რთული არის, მაგრამ შესაძლებელი. მართალია დისციპლინა საკმაოდ რთულია, ან ყოველდღე დალევა, მეგობრებო, ყველას არ გამოუვა, მაგრამ მოდი ახლა ვცადოთ, რომ ლაშას დავაწყებინოთ. ასე რომ შევიდეთ სპორტ დარბაზში გადავინაცვლოთ, ხო ლაშა? გადავინაცვლოთ. აუ ხალხს თუ გონია, რომ მხოლოდ აუზია ლაშა სპორტ დარბაზი, ცდებით. შეგით აქვს დღეს ორი ცხოვრების წესი. ბარი გაქვს. სპორტული ბარი გაქვს. ჩილი მიდგას?
პროცესია ჟარდა. პროცესია ჩილიმი. მოკლედ ჩაეწერეთ ჩილიმსაც დადგამენ ბარსაც. ჩვენ გვექნება ჩილიმი ელკარნიტინზე და იმ გუარანაზე. ეხა უნდა შევაყნოსილო. ერთაპას დაარტყავ და გულია გიჩქარდება და კუნთები გაგეზრდება. დღეს იქნება ძალიან მაგარი რაღაც. ანუ ორი ცხოვრების წესი დაუპირისპირდება ერთმანეს და მიშა ექიმი გასინჯავს დანამატებს და მუშტებს სახეში. მიშა ექიმი დღეს დავარდება პირდაპირ ვიტყვი და წინასწარ ყველაზე ხარისხიან ოლიმპიურ ჩვენ გვაჩუქა ეს ტატამი ჯუდოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ეგ არის საუკეთესო ტატამი სადაც შეიძლება შენ რო დაეცე ამიტომ დღეს დაეცები ტიპა პროსტა დაგახეთგებო სადაც გაგორავებო და შემისრულო რომ კი მაგრამ ეს მოქსოვილია არაბული რბილი ხალიჩა ფათაშოვის მე რა გავიგე მუშტრო დაგარტყამ სახეში რბილ ხალიჩაზე დავარდა მე რა გავიგე იცი ჯონ ჯონსთან აქ ნასპარინგები კი ერთად ჯონ ჯონსთან ეს იყო 6 წლის წინ ჩამომართვი და მე ფოტოებს რო ჩითავე რომ ერთი ხელის ჩამორთმევა მაკლია ჯონ ჯონსთან სხვადასხვა ერთხელ გადავიყვანე. ერთხელ გადავიყვანე. ძალიან მაგარი აღნაგობი. მართლა ასეთი არის რაღაცა ბაზის მქონე მებრძოლია. ჯონ ჯონს რავი დიდი ბოდიში მსოფლიო ჩემპიონია 9-ჯერ. ჯონ ჯონს მაღალი IQ მებრძოლის და ძალიან მაგრად ემზადება ყოველ მოწინააღმდეგეს აი ინდივიდუალურად ემზადება. ამან შეარი მაგარი აღნაგობით უფრო გავს მოცურავი. ძალიან პატარა ფეხები აქვს, თხელი მაღალი არის და ოდნავ ესეთ ბეჭები. ჯონ ჯონსი იცი როგორ ემზადება? თავის ცოლს ურტყამს. ჯონ ჯონსი არ ცემს თავის. სამჯერ არის დაწერილი რომ სამჯერ არის დაჭერილი ცოლის ცემის გამო და კოკაინზე 1-2 ჯერ. ასე რომ მეგობრებო, გაითვალისწინეთ ჯონ ჯონსის რჩევები. არა, არ გაითვალისწინოთ, ეს ხუმრობაა. არ არის ხუმრობა, გადაამოწმეთ და ამას ამოიჭრიან და დადები. არა, ლაშა რა შუაშია კაცო მაგასთან. ლაშა უყურებს როგორც სპორტსმენს, მაგრამ ნუ ეხა გრეხები ყველას გვაქვს. ერთი სიტყვით ჯონ ჯონსის ვარჯიშები არ გაიმეოროთ, გაიმეორეთ აირონ ლაშას ვარჯიშები, რომლებსაც ეხა გაჩვენებთ. თორე ჯონ ჯონსი იჯდა და თქვენ არ გირჩევთ. აბა რაღა სახეზე იწვრილით. თვით აირონ ლაშა იძახის არ გირჩევთო თან. ოკეი. ჩემ გარაგიდა. ირა იმედია თუ ვინმე 14 წლის ბავშვი მოვიყვან. ეგრევე. მოდი ეხლა მოკლედ ესეთი ის არის. გაგამზადებთ. ხო, რის ფერცეტებს გაგიკეთებთ, რომ ესპარინგო აირონ ლაშას. ესპარინგო 14 წლის ბავშვს. ესე. ანუ 14 წელი ცოტა ზემოთ ეკნება ვიძლია. ტაქტიკურად ვთქარ უკვე? და 5 წელს არ ვთქვა სახეში ვარ. პატარა ჯუჯა იქნებოდა. 14 წლის ჯუჯა მომიყვანე, ძმაო. 14 წლის ჯუჯა, აი ეს ჯობია მომჟურა. 14 წლის ჯუჯა. რომელსაც დაბადების დღე აქვს 29 თებერვალს. всё. რა შუაში ყვერი ვიხდება რა. ოკეი. 29 თებერვალს, რა ხდებოდა 29 თებერვალს? 4 წელში ერთხელა. მოკლედ მე ჩემ მოწყუბარ მეგობრებთან ერთად ვარ. სტერეოტიპი დამტკიცდა რომ ვინც ვარჯიშობს კარგად უმუშავებთ გონება და ვერც მიხვდნენ 29 თებერვალი რას ნიშნავდა. ერთი წუთი დავიწყოთ გამზადება. გზად ხარ აბა? კი, რას მასმევთ? ეხა მე შენ მოგიტან რამოდენიმე დანამატს, ხო. რომელიც შენ მოგცემს მეტ ენერგიას. რა კოქტეილია? კოქტეილი არ არის. სექსი პლაჟზე შეიძლება რომელი უნდა იყოს. ნორმ გამოუშვი. ერთი სიტყვით. მოგიტან ეხა დანამატს. ის მართლა ემზადება, ძმაო, გადაუღე იმას რა. რა საკეთებს, თო? გმოის უკვე. ისი გმოის. ის ჰეითერია, ძმა, ის კომენტარებში მიწერს ხოლმე რაღაც გინებებს უეჭველი და ეხა დაემთხვა, რომ კაი, გავხურდეთ. ეს რისი სკამია ვაფშე. ესეთი სკამი. კომპიუტერზე რო იმუშაო, Dota რო ითამაშო, League of Legends-ია ამ კომპიუტერიდან. აუ, ეხა მომიდგამთ კომპიუტერს, ხო? რა ჩარით თამაშობს, კითხეთ რა. ეს მე მგონი მართლა რწყმას აპირებს. ხო და კაი რა. მოდი უყურე დაუნლოდ. კიბელ გამოყოჯებელს. ხო არის ეს. ეს არის ელკარნიტინი, რომელიც რა შვება. რომელიც ნუ მეტაბოლიზმს აჩქარებს, ტონის კლებისთვის არის და შეიძლება უფრო მეტ ენერგია მოგცეს რა, ენერგიულად მეტად გავხუროთ. ერთ სიტყვით. ანუ მოკლედ კრიტიკით. ერთი ეს მიიღე. თქვი რამე. მოკლედ მე მინდა საქართველოს გაუმარჯოს, საქართველოს გამთლიანებას უსურვებ და ჩვენ ჯარისკაცებს გაუმარჯოს. ძალიან.
ესეთი. ერთი კიდე მოდის? და ეხა დავარგოთ მოდი ელციტრულინი. ელციტრული. ყველაფერი ელით რატო იწყება? ესპანელები არიან? არ ვიცი მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ აი უყურე ესეთი ის არის, შეგიძლია პირდაპირ პირს ჩაიყარო. ბარათი გააკ? ბარათი რა თქმა უნდა. ტელეფონი მაინც მომეც. რა გიდო ტელეფონი? ამას ვერ გავიყნევ ზავშეთში. რა უნდა გაიყოს პირში რომ ჩაიყარო? და რა უნდა უქნა მე? მე გავიყარო. ღმერთი სამობით რა გიდა ხო გემრიელია. რა ვშვებით? ვიწყებთ რა. ეგა. ხელზე. გზად ხარ? მე მეგონა ვიღაც 14 წლის ბავშვს მაჩხუბებდი. ბიჭო. მოდის? რამ ხელაა? 14 წლის დავაი. რამდენი კილო? 1.40. 8 წლის მომიყვანეთ 8 წლის ბავშვი. ეგ არის. და იარაღი მომეც. რამე და წესაკის სპრეი. წესი რომ გადამიკარი. ტაქტიკა მოფიქრებული გაქვს რამე? როგორ უნდა დაამარცხო? აუ ხარ რას მოგცემდი? ღვიძოს. რა უნდა მოფცემ ბიჭო, მოიცა, მოდი. ანუ ოპერატორს მივცემ, აი კამერა უკავია. თან ბეჭედი უკეთ. არ მინდა. ეს რო რიშეჩი. აი. ჯო, ეს კი არა, არა ბიჭო. ბიჭები კი არ მომწონს. გამარჯობა ლაშა, როგორ ახარ? მიცნობ თუ არა, მაგრამ TikTok-ერი ვარ. მიდი მიშა, მიდი. კარგია, მომწონს, კარგია. ალექს პერეირა გადავიდა შეტევაზე. აირონ ლაშამ დაახვედრა და ალექს პერეირა რაღაცა მოსუქებულია. მიდი, სპილენძი მიშა, აირონ ლაშა წინააღმდეგ. ფეხში შედი მიშა, ფეხში. ფეხში არ შეიძლება. დავიდა მანდელი. ცხვირი ახალი გაკეთებული მაქვს. თქვენ იღოდავთ და ხედავ მიშა იქიმი რა ჩხუბობს? მე ცხვირი გამიდე. დანა მოიგე მიშა, დანა და არტყი. ეს დამარტყია. ზალიცეჩება. მოკლედ. ამით ეს ყველაფერი არ დამთავრებულა. ამით არ დამთავრებულა. შენი გამოცდა დღეს, ლაშას კიდე ჩელენჯები აქვს. ეს ბრძოლა მე ვიტყვი რომ რა ვიცი თანაბრად დასრულდა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ან ერთი იყო ფავორიტი ან მეორე. კი. თანაბარი ბრძოლა იყო. ლაშა დაუღალე უბრალოდ. და ლაშას აქვს რამოდენიმე ჩელენჯი შენთვის კიდე. ცოტა მხი. კაი, მართლა ნუ მინდო ფეგრე. ხალხი მიყურებს რა. ხალხი ახლა როგორ ბალეში გობს რა. კაი, მოდი. დაყიო ამას. მოდი კიდე ჩელენჯი. ერთი წუთი. თუ გავუძე. არ მინდა. ოღონდ მუშაობ. მაშინ დასვენება მჭირდება. დაისვენი. რა ხარ აბა? რავი. ცემეს, მაგრამ ამდგარი მაქვს ხალხო. 1.5 საათი უეჭველი ამდგარი მექნება. არ ვიცი რა წამლებს სვამს, მაგრამ ენერგიის არ არის პროსტა პოტენციის სვამს. ჯიგარი რან როგორ ართმევ თავს ამ რა როგორ ართმევ თავს ნუ ესე ვიცილებ რა გვემოთ რომ მეთქი ანუ ამ ვიდეოს შემდეგ ხო არ დაიწყებდი ვარჯიშს რას ფიქრობ? არა, მადლობა. ამ ვიდეოს შემდეგ დავიწყებ უფრო ძლიერად სმას. რამეს ხო არ დაამატებდით?
ხალხო, რა თქმა უნდა ივარჯიშოთ, იმიტომ რომ ქუჩაში თუ დაგიშვათ ვინმე, უნდა იცოდეთ დანის ამოღება, წიწაკის სპრეის ამოღება, იმიტომ რომ ხელთათმანები არ გიქნებათ ქუჩაში რა. სამ რეალურ ცხოვრებაში იცხოვრეთ. სტივენ სიგალები ნუ იქნებით. სტოპ, ცუცებში. Fight! 53 წამია დარჩენილი. Pop. 40. Ოცდაათი, 32, ნახევარი წუთი. 15 წამი. 13, 12, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. ადგა. არ გამიგია გონგი. აქ არის გონგი. ადგა. ფრე. გასწორი, კარგი. ძალიან მაგარი ბრძოლა შემოგთავაზე ეს. კი, არასწორებრივი. 95 დარტყმა მე ერთხელ ხიე, მაგრამ ის ერთი ნიშნავდა 93-ს. ლაშა რა სიტყვი? ნუ კიდე 2 ასეთი ბრძოლა და გონი კარიერა დასასრულებელი ეკნო. არის ბიჭია ხასიათი აქვს, მაგრამ ხასიათს ასევე უნდა ეწეოდეს სხეულის მომზადება. სხეულის მომზადება აკლია, მაგრამ ხასიათი აქვს. ან რას ფიქრობ, შენ ცხოვრების წესი გადმოვა თუ არა? მე ჩავერთვებ მეგობრებო, ლაშა არის ტრენერი, ვიზაც გინდათ რომ გასწავლოთ სხეულის მომზადება, იმიტომ რომ ხასიათი მართლა მაქვს. ლაშამაც აღიარა, რომ არ უნებდები ასე შემდეგ, მაგრამ აი სხეული თუ გნებავთ რომ ესეთი გქონდეთ რომ აი ვერ გაუტარო დარტყმა, თუნდაც მურტყავთ მას ამჟეგ და ვერ გაუტარო დარტყმები, აი ეს კაცია ვინც მოგამზადებთ. მაგარი დარტყმებს გაუძლო აიტანა. ბევრი პროფესიონალისთვის დამირჩხამს და არ ამდგარა. ეს ბიჭი ადგა მომზადებლად. პირველ რიგში ხასიათი გული, მაგრამ ასევე დისციპლინა და სხეული. ეგ არის. ერთი სიტყვით დღეს რკინამ სპილენძი დაამარცხა. ჩავაბარეთ სპილენდი. ჩავაბარეთ. მეტი ფასი რატო აქვს? აი თურმე რატო აქვს? მაგრამ გამძლე ყოფილა. გამძლე არის. რამე თუ ეკნება ღებინების შეგრძნება, ესე იგი ცოტათი შერყევა მოუვიდა, მაგრამ არა. ერთი სიტყვით მეგობრებო, მოდი დაინახე გამომწერებს. თქვენთვის რა რისკზე წავიდა მიშა ექიმი, ხო ხედავთ? და ერთი სიტყვით გამოგვიწერეთ და ბევრ ასე ჩელენჯ შემოგთავაზებთ მიშა ექიმი. მე გადამოზარი ვარ რა. ხსოვნა იყოს, ხო ბოლოს. ეს ვიდეო ეს გქნება მიშას. სულ ეს იყო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებდით. ერთი სიტყვით გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ლაშას არხი ამოვა ეკრანზე და ჩვენ დაბრუნდით და გავაგრძელებთ ვიდეოების გადაღებას. აუცილებლად თუ გეკნებათ სურვილი აირონთან ერთი წუთი გაკაჩოთ. ყველა მოდით, გეულდებათ. ეგ არის.